მოგესალმებით, მინდა გამოვეხმაურო კოლეგის ბატონი კონსტანტინეს გამოსვლას. მე თბილისის მუნიციპალიტეტში აქ მცხოვრები ადამიანი არმებულება, რომელიც არ არის შეთანხმებული ჩვენს ქუჩებზე განვითარებული ვითარებით, რაც გზებზე ხდება, საცობებზე და შემდეგ. თუმცა ამ პრობლემის მოგვარება ჯარიმების გაზრდით და ფინანსური დისკომფორტის შექმნით საზოგადოებისთვის არ ხერხდება. კი ბატონო, თქვენ შემთხვევაში არ გულისხმობ კონკრეტულად ამას. ეს თქვა საქართველოს პარლამენტის წევრმა ქალბატონმა ნინო წილოსანმა. თქვენ აღნიშნეთ, რომ საჭიროა სწორი კომუნიკაცია და სწორი საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რაშიც მათ შორის ჩვენი დახმარებაც ითხოვება. მე გეთანხმებით, რომ სწორი კომუნიკაცია აუცილებელია საზოგადოებასთან და ყველაზე კარგი PR კამპანია იქნებოდა მათ შორის მთავრობის წევრების მხრიდან, პარლამენტის დეპუტატების მხრიდან, მათ შორის აქ მსხდომი ადამიანების მხრიდან, რომ ვიხილოთ დემონსტრაციული პერსონალური სულები, როდესაც ხალხი პირადი ავტომობილიდან გადაჯდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მეტროთი გადაადგილდება, ან ავტობუსში ზის რიგით მოქალაქეებთან ერთად და მას დემონსტრაციულად აკეთებს. ეს იქნებოდა ყველაზე ჩემი აზრით გამართული, ყველაზე სწორი და ყველაზე სამართლიანი PR კამპანია და არა ის დამოკიდებულება, რომელიც სამწუხაროდ ვიხილეთ ზოგიერთი პარლამენტის წევრისგან, რომლებმაც პირდაპირ ლამის რაღაც ბატონყმური დამოკიდებულებით გამოგვიცხადეს, რომ ჯარიმებს იმიტომ გაუზრდით ხალხს, რომ ავტობუსებით სიარულს მივაჩვიოთო. ჩემი აზრით, კაცობრიობამ ბატონყმობა დიდი ხნის წინ გადააგორა და ასეთი დამოკიდებულებით ამ პრობლემას ნამდვილად ვერ მოვაგვარებთ.